მოდი პირველ რიგში წარვადგენ სტუმრებს. დათო დატონი უკვე ვთქვი, ეკატერინე ცვარიანი, მოხალისეთა დეპარტამენტის უფროსი, ვიკა ფილფანი, თბილისი 2015-ის მოხალისე და ასევე მოხალისე არის გიორგი ხიდეშელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ისეთი ენერგია შემოიტანა, დაიღლებოდი. ცოტა. ვიცით რომ 2015 წელს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მართლა ძალიან ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი ამ ფესტივალის ფარგლებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი ჩამოდის, შესაბამისად განსაკუთრებული ინფრასტრუქტურული მოწყობილობაც იქნება, ასე ვთქვათ, ვემზადებით ყველანაირად, თუმცა მანამდე 10 მაისს მოხალისეების დღეს ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, ხო? მოდით დავიწყოთ, რა გველოდება 10 რატო არ წარადგინე? ფარშავანგია ჩვენთან. გამოვასწორებ დიდი ბოდიში. გამოვასწორებ შეცდომას. აი. განსაკუთრებული და სპეციალური სტუმარი. სიმბოლო ასე ვთქვათ, ხომ? შეიძლება ასეც ითქვას. ჩვენი თილისმა, რომელიც სულ გვახალისებს და გვამხიარულებს. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ უკვე საუბარი 10 მაისზე. რა გველოდება, სად, ლოკაცია და რა ღონისძიებები. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ გადაცემის ეს ნაწილი დაეთმო სწორედ მოხალისეობის თემას, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში მოხალისეობრივი საქმიანობა ვითარდება და ძალიან ბევრი ადამიანი უფრო და უფრო ინტერესდება ამ საქმიანობით. თავიდან მინდა აღნიშნო, რომ თბილისი 2015, ანუ ფესტივალის მიმდინარეობისას ეყოლება 2000 ადამიანი, რომელიც მოხალისეობრივ საწყისებზე იმუშავებს საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად და მოხალისეები ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა გარეშეც ფაქტურად წარმოუდგენელი იქნება აი მხოლოდ უზარმაზარი ღონისძიების ორგანიზება. რაც შეეხება 10 მაისს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა, ვინც გამოხატა სურვილი და დარეგისტრირდა ჩვენს ფესტივალში. ჩვენ სისტემატურად ვანხორციელებთ სხვადასხვა ტიპის, ესე ვთქვათ, გასართობ და არა მარტო გასართობ, სხვადასხვა აქტივობებს, სპორტულს, გასართობს, ასევე ტრეინინგ სემინარებს ჩვენი მოხალისეებისთვის და გადავწყვეტეთ, რომ რადგან უკვე ფაქტიურად შერჩევა დასრულებულია ამ 2000 ადამიანის, ვინც ჩვენთან ერთად იმუშავებს თბილისი 2015-ის მიმდინარეობისას, მოვუწყოთ ეს თქო გრანდიოზული ზეიმი 10 მაისს კუსტბაზე იქნება მოხალისეთა დღე, ესე თქო ქართულ მოხალისეთა დღე, სადაც ჩვენი შერჩეული და არა მხოლოდ შერჩეული, ჩვენი მოხალისეები, თბილისი 2015-ის მოხალისეები ერთად შეიკრიბებიან და მათ ელოდებათ მართლაც დაუვიწყარი დღე, რადგან თვითონ ეს ღონისძიება დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით, დაწყებული სპორტული აქტივობებიდან, ისეთი როგორიც არის ფეხბურთი, ფრენბურთი, მარათონი, ასევე არის რამდენი სახეობის სპორტი იქნება? სულ იქნება 3, ეს იქნება ფეხბურთი, ფრენბურთი და მარათონი. ეს სპორტული ღონისძიებებს რაც შეეხება და გარდა ამისა იქნება კონცერტი ცოცხალი შესრულებით, ეს დღის ბოლოს იქნება, რა თქმა უნდა, და ასევე იქნება სხვადასხვა body artist ისინი გვეყოლება მხატვრები, ვინც მოუხატავენ მოხალისეებს სახეს და სხვადასხვა ესე ვთქვათ აქტივობა გვექნება. დათოსაც ვკითხოთ. წვერს მომხატავ. ადვილი. ცადოთ შეიძლება, გაგიფერადონ. ადვილი წარმოსადგენია რამდენი ადამიანი დაესწრება ამ კონცერტს, იმიტომ რომ მოხალისეები განსაკუთრებით გააქტიურებულები არიან მართლაც ამ ფესტივალის ფარგლებში. ბევრნი არიან. ბევრნი არიან. კი, რა იქნება? ბევრი მოხალისე კარგი. და რა შემოგთავაზებთ? რა იქნება? მე და ჩემი დუო, The Jetbird დაუკრავთ და წავიყვან ამ ძალიან დღეს. წამყვანიც თავად შენ იქნები. წამყვანის წამყვანი უფრო ეს გამრთობი ვიქნები, სავარაუდოდ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მხიარული განწყობა იქნება გიჟური. ნახოთ. აი, იქამდე გიჟური უნდა ვიყო ბოლომდე. კიდე ვინ იქნებიან, რა თქო, კონცერტის მონაწილეები? ასევე იქნება ნინი ცნობილაძე, იქნებიან კიდე სხვადასხვა დიჯეები, რომლებიც უკვე საღამოს დაასრულებენ და გვექნება ფერების ფესტივალი. ღამის 11 საათამდე გაგრძელდება. ფერების ფესტივალი ძალიან მაინტერესებია. ცოტა მოგვიანებით რომ ვისაუბროთ, მანამდე ალბათ დამეთანხმები, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოხალისეებზე და ასე ვთქვათ, ეს ინსტიტუტი, მოხალისეობის ინსტიტუტი ნელ-ნელა ინერგება ჩვენ საზოგადოებაშიც, ხომ? თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, რატომ გადაწყვეტეთ, რომ გახდეთ მოხალისე? რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი ესე ვთქვათ? პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ღონისძიება. ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ეს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ მეორე მხარეს ყველა მოხალისე გზნობს გარკვეული სახის პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ის სარგებელი, რასაც ამ ღონისძიებიდან ვიღებთ, ასევე ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიც არის პიროვნული განვითარება, პროფესიული განვითარება, ძალიან კარგად შევითვისებთ
რუსეთის ფუნქციები, რასაც უნდა ფლობდეს ლიდერი მოხალისე, როგორ უნდა იმუშაოს ჯგუფში, სადაც არიან სხვადასხვა ინტერესების და შეხედულებების მოხალისეები და უნდა შეეცადო, რომ ისინი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანო, როგორ უნდა მართვა ადამიანური რესურსები ისე, რომ სწორი და მაქსიმალურად მისაღები ეფექტური შედეგი მიიღო. ან თუნდაც როგორ უნდა იმოქმედო კრიზისულ სიტუაციებში, თუ ეს უკანასკნელი წარმოიქმნება და როგორ უნდა მიიღო უმოკლეს დროში ძალიან სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი არა მარტო ამ ფესტივალში, არამედ ყველა მოხალისე შემდგომ ცხოვრებაში, შემდგომ საქმიანობაშიც გამოადგება და გამოცდილება და გამოცდილების დაკრავება, რაც ძალიან გამოადგება თითოეულ ჩვენგანს. დიახ. რაღაცის თქმა სურს ჩვენს. რამე გინდა? არა. ვიკა, შენ შემთხვევაში როგორ იყო? ხო, დაახლოებით ჩემ შემთხვევაშიც გიორგის მსგავსად, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოხალისეობა არის ძალიან სასიამოვნო, მით უმეტეს, როდესაც ხარ მსგავსი საქმის მოხალისე. არ ვიცი, ალბათ საუკუნეში ერთხელ ხდება მსგავსი მოვლენა საქართველოში, ასეთი მნიშვნელოვანი და მე მინდა მიულოცო ყველა მოხალისეს, იმიტომ რომ ხდებიან ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ძალიან ესეთი ნაწილები. შემქმნელი რეალურად ესეთი ჩართული პროცესებში. დამოკიდებულია აბსოლუტურად მოხალისეებზე. ერთი მოხალისის ცუდად გაკეთებული საქმე ნიშნავს 2000 კაცის ცუდად გაკეთებულ საქმეს, ისევე როგორც კარგად გაკეთებული საქმე ნიშნავს კარგად გაკეთებულ საქმეს. და საბოლოოდ შედეგს. დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი 2015 იქნება სოფლიოში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადებში ყველაზე კარგი ევროპის ოლიმპიადა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები, რომლებიც მზად არიან 50 განსხვავებული ქვეყნის კულტურასთან კონდეთ შეხება მთელი ვალდებულებით. ჩვენ ახლა კადრებს ხედავთ, ეს არის ფერების ფესტივალი, რომელიც ასევე, ხო. როგორ ხდება და განწყობას ქმნის უკვე. ასეთივე იქნება ჩვენთანაც ეკატერინა, ესეთი მრავალფეროვანი და მრავალფერიანი. ნამდვილად უკეთესი იქნება. უკეთესიც, იმიტომ რომ ჩვენი განწყობა მოხალისეობრივი იქნება ბევრად უფრო უკეთესი, თუმცა რა თქმა უნდა ესეც, რასაც ეხა კადრებში ვხედავთ, ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ჩვენი მოხალისე, ვინც მოვა, ძალიან კარგად დაამახსოვრდება ეს დღე და მათ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ესეთი ტიპის ღონისძიებებს ჩვენი ახალგაზრდობა ნამდვილად მოკლებულია და ჩვენ თბილისი 2015 ძალიან მიხარია, რომ გვაქვს შესაძლოა რომ შევთავაზოთ ქართულ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის აქტივობები და ღონისძიებები. ვიცი რა მაინტერესებს, მოხალისეების ჩართვა როგორ ხდება, როგორი პროცესია, თვითონ გამოთქვამენ ახალგაზრდების სურვილს, რომ იყვნენ მოხალისეები, თუ თქვენ თქვათ უნივერსიტეტების დახმარებით ავსებთ ამ ეს იყო საკმაოდ დიდი პროცედურა, ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ. კონკრეტულად ეს საორგანიზაციო კომიტეტში არის მოხალისეების დეპარტამენტი, რომელმაც იზრუნა იმაზე, რომ გავრცელებული იყო ინფორმაცია, ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტში, სკოლაში და ანუ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით მსურველს, ვისაც ჰქონდა სურვილი რომ გამხდარიყო ჩვენი მოხალისე, შეეძლო შემოსულიყო ჩვენს ვებგვერდზე და გაევლო რეგისტრაცია. ეს არის პირველი რაუნდი, რომელსაც ჩვენი მოხალისეები გადიოდნენ. შემდეგ იყო გასაუბრება ფუნქციური, როდესაც მოდიოდნენ ჩვენთან ოფისში და ჩვენ ვესაუბრებოდით. რა იყო მთავარი კრიტერიუმი, რითიც ირჩევდით მოხალისეს? რა უნარ-თვისებებს უნდა ფლობდეს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში იყო мотиваცია, მაღალი мотиваცია ადამიანების, რომ ნამდვილად გაცნობიერებული ქონოდათ სად აპირებდნენ ანუ მოღვაწეობას და რა იყო მათ პასუხისმგებლობა. ანუ ძალიან ბევრმა გითხრა, რომ ეს არის მათთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ძალიან დიდი გამოცდილება, ახალი მეგობრები, ახალი კონტაქტი და რა თქმა უნდა მხიარულობა, რაც მოხალისეობას ყოველთვის ახასიათებს, განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ჩვენი უმეტესობა მოხალისეების შეადგენს ახალგაზრდობას, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყავს დაახლოებით 30%, 30 წელს ზევით ადამიანების, ვინც ჩაერთვება და აქტიურად ანუ ასაკი შეზღუდული არ არის. წინ თელი საფხული არ არის 16-დან ზევით. მაინტერესებს თუ გაქვთ რამე კიდევ ესეთი არაჩვეულებრივი პროექტი. იცი რა, მე მგონი უკვე მიმდინარეობს მზადება თვითონ ამ მიმდინარეობს მზადება ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინტენსიური ტრეინინგი სემინარები ჩვენი მოხალისეებისთვის, რადგან ზუსტად გაიცნონ იმ ფუნქციებს, რაც უნდა გააკეთონ ფესტივალის მიმდინარეობის დროს. ეს დიდი ღონისძიებით ამ ესეთ მასშტაბურ ღონისძიებას ამ ეტაპზე ვასრულებთ, თუმცა ზაფხულში, როდესაც უკვე ფესტივალი დაიწყება, ჩვენ როდის იწყება თან 26 ივლისს არის ფესტივალის გახსნა, 26 ივლისს დაიწყება და ჩვენ გვეგმავთ, რომ გახსნის ცერემონიალზეც ყველა მოხალისე უკვე თავისი ესე ვთქვათ ექსკლუზიური ეკიპირებით, რომელიც ექნება თბილისი 2015 იყოს წარმოდგენილი გახსნის ცერემონიალზე და შემდგომში ან რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება სხვადასხვა ღონისძიებები, იქნება
წამახალისებელი პრიზები ჩვენი მოხალისეებისთვის, გამოვავლენთ საუკეთესო მოხალისეებს. მე მგონი ეს სწორედ ის პრიზია. ეკატერინე, ეს არის 3 თასი, რომელიც გადაეცემა ჩემთვის ერთი ფრენბურთი და მარათონი, ხო? როგორც მივხვდი, ეგრე არის. გამარჯვებული გუნდი მიიღებს, გახდება ამის მფლობელი. ეს არის სიმბოლური საჩუქარი ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტიდან, რადგან ბავშვებს ხშირად უყვართ მსგავსი ტიპის საჩუქრები და გადავწყვეტთ, რომ სიმბოლურად სამახსოვროდ დარჩენოდათ ესეთი თასი და გამარჯვებულები მიიღეს ამ პრიზს. ანუ მზადება თვითონ აი იმ ძირითადი ღონისძიებისთვის, რომელიც აღნიშნე, რომ 26 ივლისს დაიწყება, რა ეტაპზეა სამზადისი, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურაც ეწყობა და რაღაცა განსაკუთრებულად მომზადებლად უნდა შევხვდეთ, ბუნებრივია. კი ბატონო, აქტიურად მიდის ძალიან სამზადისი, ყველა ეტაპზე, მე უფრო მოხალისეებზე გავამახვილებ ყურადღებას, ჩვენ უკვე შერჩეული ყავს ის 2000 ადამიანი, ვინც იმუშავებს ჩვენთან ერთად. უკვე ვიწყებთ პირველ ტრენინგს, რომელიც უკვე დავიწყეთ და დაახლოებით 300 ადამიანმა უკვე გაიარა ეს ტრენინგი, ასევე გადავამზადეთ გუნდის ლიდერები, რომელიც ჩვენ გვეყოლებოდა აქ არიან წარმოდგენილი. რაიმე კონკრეტული სიტუაციის დროს როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აი რა კონკრეტულად რა მითი სამი ტიპის ტრენინგი. პირველი ტრენინგი არის ზოგადი ტრენინგი, ზოგადად ფესტივალის შესახებ, მნიშვნელობის შესახებ, ასევე მოხალისეობის შესახებ, ინფორმაციული ტრენინგი. მეორე ეს არის ფუნქციური ტრენინგი, ანუ მოხალისეები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა პოზიციებზე, იგივე არის ყავს ჩვენ სპორტული მოხალისეები, ზოგადი პროფილის მოხალისეები. ნუ რა არის თითოეული მათგანის კონკრეტული ვალდებულება? დიახ, კონკრეტული ვალდებულება, რა ფუნქცია ექნებათ, როგორ უნდა იმუშაონ და მესამე ეს არის ტრენინგი ობიექტს, როდესაც ჩვენ უკვე იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ლოკაცია ფესტივალის მიმდინარეობის დროს და ის ადამიანები მაგალითად, ვინც მუშაობენ ოლიმპიურ სოფელში, მივდივართ მათთან ერთად ოლიმპიურ სოფელში და უკვე ტრენინგს გავდივართ ობიექტზე, ანუ თუ სად უნდა იმუშაონ, ანუ თქვათ მსაჯი სად იქნება იგივე სპორტული შეჯიბრის დროს, ანუ სად უნდა როგორ უნდა დაეხმარონ, რომ ხელი არ შეუშალონ იგივე იქაურ. მოკლედ თითვისებენ იმ ტერიტორიას უშუალოდ სადაც იქნება. რა თქმა უნდა, სადაც იმუშავებენ. თუმცა მანამდე 10 მაისს დაპატიჟე ყველა მოუწოდე. ხო, ყველას გელოდეთ 10 მაისს. მობრძანდით, გავერთოთ, გავფერადდეთ. შენი. და კიდევ სექტემბერში იქნება თუ არ ვწდები და ასევე იქაც ვიქნები. იქაც გელოდებით. იქაც გავფერადდეთ. და ყველგან გელოდებით. ძალიან მომწონს თქვენი სლოგანი, ერთი ყველასთვის, აი სხვადასხვა ახლა რომ დაიწყოს მელოდია, ეს არის მოხალისეების ჰიმნი, ხო? რომელიც მოხალისეებად ჰიმნი. მათთვის დაიწერა. ყველა სპორტული და უპრობედნიერი ვიცი ამ სიმღერას დღეს ყველა გაიგებს და საკუთარ ცხოვრებას თავიდან დაიწყებს ერთი მიზნები ყველაფერი გამოვაკვირდები ამას შეძლებ თუ ერთად ვიქნები ყველაფერი გამოვა შემოგვიერთდი და ამას შეძლებ ერთი მიზნები ლა 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 გვირდები ლა 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 ყველა მოხალისეს ვეძებთ ჩვენ ყველა ერთად ამას შევძლებთ შენ თუ წარმატებას ეძებ ჩვენ შემოგვიერთდი ჯობია ჯანსაღი ცხოვრების პირისპირ ხვალინდელზე ფიქრი ძილისინ ახალგაზრდები ერთი მიზნით და ამ გზით ევროპას უმასპინძლებთ ერთი მიზნები ყველაფერი გამოვაკვირდები ამას შეძლებ თუ ერთად ვიქნები ყველაფერი გამოვა შემოგვიერთდი და ამას შეძლებ ერთი მიზნები ლა 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 გვირდები ლა 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 თანატოს მოუწოდე ყველას მიხრევით სპორტს მუდალებს სასმელს არა ალკოჰოლს ჩაქრე სიგარეტი ეს ასე შობს ეს არის ფესტივალი ოლიმპიადა ეს სიმღერა მოხალისეების სერენადა ყველაფერს მასპინძლობს თბილისი და მეც სულ ფიქრობ სილისი ჩაის უკეთები შორტები მომღები ეს დიდი ამბავი სხვებთანაც მომღები ჩავერთოთ ყველაზე მაგარივე ჯდიდი გამარჯვების დიდი იმედი მე მოხალისე 2015-ის გახდით ბოლო 2015-ის ვიაროთ ერთად ვიბინოთ ერთად და ეს სიმღერა ვიმღეროთ ერთი მიზნები ყველაფერი გამოვაკვირდები ამას შეძლებ თუ ერთად ვიქნები ყველაფერი გამოვა შემოგვიერთდი და ამას შეძლებ ერთი მიზნები ლა 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 გვირდები ლა 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 ბანათელი და უფრო ძლიერი ყველა სპორტული და უფრო ბედნიერი ვიცი ამ სიმღერას დღეს ყველა გაიგებს და საკუთარ ცხოვრებას თავიდან დაიწყებს ერთი მიზნები
მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე მგონი დარწმუნდა მაყურებელი, როგორი დღე გველოდება 10 მაისს. და ამის გამოტოვება არ შეიძლება. არ შეიძლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. რეკლამის დროა ახლა ჩვენს ეთერში. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით და კამერული მუსიკის საღამოზე საუბრებით, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დაგველოდეთ.